მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, საღამო მშვიდობისა. დღეს თქვენთან ერთად მინდა განვიხილო, ასე ვთქვათ, სტანდარტული გაშლა, ვისაც გაინტერესებთ, ყველას გაინტერესებთ, ვიცი. რას ფიქრობს, პიროვნება რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს კონკრეტულად თქვენთვის ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელითვე და რიცხვი, მისი სახელი და გვარი დაბადების წელითვე და რიცხვი ენერგობალანსისთვის და განვიხილოთ ასეთი გაშლა, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. ორ-ორი არკანით განვიხილოთ ეს ყველაფერი თუ დასამატებელი იქნება, რა თქმა უნდა, დავამატებ. რას ფიქრობს პიროვნება თქვენთან მიმართებაში? რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში? და რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში? კარგი, აქ უნდა დავამატო. რატომ? კარგი. და დღევანდელი სიტუაცია, ხო? რა ხდება თქვენს შორის? ორი არკანი, მაღალი არკანი, რომელიც მიმით რა ლამაზებია, ღმერთო ჩემო, შეხედე თუ რა ლამაზებია. განდეგილის არკანი, ასე თუ შემიყვარდებოდა რომელიმე დასტაშემთხვევა. განდეგილის არკანი ზოგადად ძალიან მიყვარს ისედაც, ხო? განდეგილის და ჩამოკიდებულის არკანი რას გვეუბნება სიტუაცია, ხო? თითქოს თქვენს ურთიერთობაში პაუზური მდგომარეობა არის, რომელიც საკამაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს, ანუ ამ პაუზიდან თქვენ ვერ გამოხვედით, ანუ რაღაცნაირად ცოტა ხანი გავხვედით პაუზაში, თითქოს უნდა გამოსულიყავით ამ პაუზიდან ერთმანეთთან მიმართებაში, მაგრამ არა, გაგრძელდა სიტუაციურად თქვენი ასე ვთქვათ განდეგილობა ერთმანეთისგან და დღემდე მიმდინარეობს. დღესდღეობით თქვენ შორის არის აქტუალური პაუზური მდგომარეობა, რაც რეალურად არ დასრულდა და დღემდეა პაუზა თქვენს შორის. მოიდა რაღაც არ ჩანს არკანები, აი ესე დავდებ, ხო? ვაი, დედიკო, რას ფიქრობს პიროვნება თქვენთან მიმართებაში, ხო? რაღაცნაირად 8-იანი ხმლებიდან და 6-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე, მე ესეთ რაღაცას ვიტყვი. სიტუაცია, რომელიც დღესდღეობით თქვენ შორის ასევე არის, ხო? არ იცის რა გააკეთოს თქვენთან მიმართებაში, როგორ მოგიდგეთ, როგორ მოგიახლოდეთ, რანაირად მოვიდეს, რა გააკეთოს, ხო? როგორია ის სწორი მიდგომა და ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში, რაც შეიძლება რომ თქვენი მიმართულებით განახორციელოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენ მას შეუზღუდეთ თქვენთან მოსასვლელი გზა. შესაძლებელია გყავდეთ ბლოკებში მოქცეული. ეს კი არა მოწერითაც ვერ აგდეთ, თითქოს შეხედათ, აი წერის მომენტიც არის, ხო? ამ არკანზე რო შევხედოთ, თითქოს მოწერა უნდა და ვერ აგწერთ, იმიტომ რომ ყველგან გადაბლოკილი გყავთ ეს პიროვნება და ფიქრობს რადგან ესეთი მსგავსი მანევრები მასთან მიმართებაში განახორციელეთ, ისე იგი არ გინდათ რომ თქვენთან მოვიდეს და აქედან გამომდინარე, ხო? არანაირად და ვერანაირად ვერ მოუფიქრებია ის სწორი ნაბიჯი რა უნდა იყოს თქვენთან მიმართებაში, რომელიც თქვენთან მოიყვანს. მოფიქრებითაც ვერ მოიფიქრათ. უნდა რომ სცადოს მოწერა, მაგრამ ვერ ახერხებს ამას, რადგან თქვენ სავარაუდოდ ყველგან გყავთ დაბლოკილი. ძალიან მითხოთ ესეთ ჩართვას გავაკეთებ. არ დამიწეროთ ახლა, არ დამიბლოკია, არ ჩამიბლოკია, მხოლოდ ვუყურებთ ამ გაშლას ისინი, ვისაც მოერგება ეს საჯარო გაშლა, ან უბრალოდ საკუთარ თავზე მხოლოდ ის ფაქტორები მოირგეთ, რომლებიც თქვენია, სხვისას ნუ მოირგებთ, არც თქვენ გარგიათ სხვისი და არც სხვისი თქვენ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ თქვენი ფაქტორები. ან შესაძლებელია, აქ მეორე ვარიანტი იყოს, ხო? დააგბლოკათ პირველმა მან, თქვენც არ დააკელით და დაბლოკეთ საპასუხოდ თქვენც და ახლა რო ბლოკი აქცნათ რეალურად და უნდა რომ დაგიკავშირდეთ, ვერ გიკავშირდებათ, რადგან თქვენც
აქედან დაბლოკილი გყავთ. რას გრძნობს თქვენთან მიმართებაში, ხო? 6-იანი ხმლებიდან და 9-იანი პენტაკლებიდან გამომდინარე ადამიანს უნდა იშხეთ ნაბიჯებზე თითქოს აქ არის საუბარი. გრძნობს, რომ უნდა გადმოდგას თქვენთან მიმართებაში ნაბიჯები რეალურად, რომელიც რაღაც სიახლეში გადაგიყვანთ, მაგრამ არ აკეთებს მსგავს მანევრს თქვენთან მიმართებაში, არ დგავს ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში და რატო? იმიტომ რომ ეშინია იმის, რომ საერთოდ არ დაუსრულოთ ურთიერთობა, რადგან იცის, რომ მასზე ხართ გაბრაზებული, რომ ახლა რაც არ უნდა სიტყვები გითხრათ სიყვარულზე და რაც არ უნდა ასე ვთქვათ მოგთაფლოთ და ასე ვთქვათ მოინდომოს თქვენი გულის შემოტრელება, ამას ვერ გააკეთებს, რადგან იმდენად გატკინათ თავისი უაზრო საუბრები და საქციელებით გული და იმდენად აგიცრუათ თავის თავზე გული, რომ არავითარი აქ სიყვარულის სიტყვა თქვენ ვეღარ მოგატრიალებთ მასთან მიმართებაში და გრძნობს ამ ყველაფერს, რომ თუ ახლა ცოტა ხანი არ დაიცდის და ასე ვთქვათ რაღაცა დროის გასვლას არ დაელოდება, პერიოდს არ დაელოდება, რომ გავიდეს და თქვენს რაღაცნაირად რომ ცოტა რომ მოგეშვებათ, ხო? და გახვალთ ამ გაბრაზების ასე ვთქვათ ემოციებიდან, შემდეგ გადმოდგავს შესაძლოა ნაბიჯებს. ახლა ამჟამად ეს პიროვნება არჩევს თვითონვე, ურჩევნია რომ იყოს პაუზაში. ეს რა არის? კი ბატონო. პაუზაში ურჩევნია იყოს თავის ასე მდგომარეობაში ამყოფოს, მაგრამ იცოდეთ თქვენთან მიმართებაში ეს პიროვნება ყველანაირად აგროვებს ინფორმაციებს, აქვს თქვენთან მიმართებაში ყველანაირი ინფორმაცია, გინდა მარჯვნიდან, გინდა მარცხნიდან, გინდა ზემოდან, გინდა ქვემოდან, ყველანაირად აწვდიან ინფორმაციას, არ ვიცი საიდან. თვითონ ვერ ახერხებს ამას, აქედან გამომდინარე შესაძლოა საერთო მეგობრები გყავდეთ, ასე ვთქვათ, რომლებიც აწვდიან მას ინფორმაციას თქვენთან მიმართებაში. შეიძლება მაინც და მაინც ნუ ჩავეჭიდებით ამას აცმევთ, ხო? ვისაც გაქვთ ეს ვარიანტი, შეგარგოთ ღმერთმა. და აქედან გამომდინარე გრძნობს თქვენთან გრძნობები, რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, არ ეგონე საერთოდ დახვდებოდა თავისი თავი თქვენიდან გამომდინარე დაბლოკილი და ამაზე გაბრაზ და იცით რა, თვითონ რომ დაბლოკად თურმე არ უნდა იყოთ გაბრაზებული და თქვენ რომ დაბლოკეთ და გადააბლოკეთ ზემოდან და თვითონ რომ ამოგბლოკად და თვითონ რომ დაბლოკილი და თქვენ რომ დახვდით ისეთ მდგომარეობაში რომ აქეთ დაბლოკეთ, ეს არ მოწონს და აფრაზებს, ხო? ღმერთო ჩემო, რას ვიზავთ? ხო და იყოს ამ შიშებში თქვენი დაკარგვის ღირსია, მეტის ღირსია. აქედან გამომდინარე, სანამდე იცის, რომ თქვენთან მიმართებაში თუ ახლა ნაბიჯებს გადმოდგავს და დაკარგავთ ზუსტად იცის, იმიტომ რომ ჩხუბი გარდაუვალი იქნება აქ და თქვენ ასე ვთქვათ, ისე სიყვარული ახლა საერთოდ ჭირდებათ, იმიტომ რომ ძალიან გატკინეთ გული ამ პიროვნებამ თქვენ თავისი არასწორი ქმედებებით, აგრესიით, არასწორი საუბრებით, მოქმედებებით, რომ არავითარი ახლა მისი სიყვარული თქვენ ამას არ გადაგიწონით და აქედან გამომდინარე პაუზაში რჩება და ურჩევნია ასე იყოს, ხო? რას ველოდოთ ამ პიროვნებისგან? ამ პიროვნებისგან რას ველოდოთ? გეტყვით ერთ რამეს, ანუ ეს პიროვნება ძალიან მძიმედ გრძნობს თავს, ასე ვთქვათ, ხო? 4-იანი თასებიდან გამომდინარე შეხედეთ, აი გეტრბით რა, აი არ იცის რა გააკეთოს, თქვენ მის თვალში ხართ, აი უფრო მეტი ფასი მოგემატათ მის თვალში, ფასი მოგემატათ, იმიტომ რომ საკუთარ თავის ფასი იცით, ხო? ანუ დამძიმეთ თქვენის აქეთ საპასუხო დაბლოკვით, აქეთ საპასუხო გარიყვით. და აქედან გამომდინარე სინანულში არ იცის რა, როგორ მოვიდეს თქვენთან, არ იცის რა. აქედან გამომდინარე თქვენც რო გიყურებთ, აი გაკვირდებათ, ხო? თუდად რო არ ახართ, ეს უფრო მეტად ამძიმებს. აი, რას ველოდოთ ამ პიროვნებისგან? კიდე ერთხელ ვიკითხოთ. რას ველოდოთ? ნუ ამ პიროვნებას თქვენთან, აი, ჯერ ეს ერთი რომ მისთვის ერთადერთი, აი ამ ეტაპზე, ერთადერთი ქალი ხართ, რომელთანაც ისეთი ემოციური და ისეთი ასე ვთქვათ, ყველანაირი
მიზიდულობა გიზიდავთ ძალიან თქვენზე ლამაზი და თქვენზე სასურველი, ამისთვის არავინ არ ამთვარის არკანის მიხედვით იმდენად იზიდავთ მიზიდულობა თქვენთან სერიოზული. ხო, რას უნდა ველოდოთ? კი ბატონო. ამ პიროვნებას მოკლედ ამ მდგომარეობაში არ გამოურცხავ ახლა რომ რატოღაც მგონია რომ სვავს. ასე გადააქვს დარდები, სხვა გზა არ აქვს. მაგრამ რას იზავს? საბოლოო ჯამში, მოდი ასე ვთქვა, თქვენ მისთვის ძალიან ასე ვთქვათ, სასურველი პიროვნება ხართ, რომელთანაც პერსპექტიულად ოჯახსაც ააშენებდა და სამომავლო პერსპექტივასაც დაალაგებდათ. და აქედან გამომდინარე ეს ინიციატივა საუბრად აიღებს საკუთარ ხელში. და ეხლა რაც თქვენ შორის ხდება, ტრანსფორმაცია არის და დასასრულის ჟამს აუცილებლად შეგეხმიანებათ. აბა, რას იზავს? ბოდიშსაც არ მოგიხდით, რომ ბოდიშსაც არ მოიხდის, რომ აი ყველაფრისთვის რამაც გაიძულათ თქვენ, რომ წასულიყავით იმის გამო, რომ თქვენ თავმოყარეობა შეგილახათ ამ პიროვნებამ და იძულებული გაგხადათ, რომ წასულიყავით მისგან ყველაფერზე, ასე ვთქვათ, ბოდიშს მოგიხდით და აუცილებლად შეესწება, რომ աժი კვერთხებიდან გამომდინარე სიტუაცია დააბალანსოს და ზომიერებაში გადაიყვანოს აუცილებლად და აი როგორ არის იცით შემოგთავაზებთ ახალ საწყის ურთიერთობისას, რომელიც მიგიყვანთ ფაქტია 10-იან თასებამდე, ანუ მყარ სერიოზულ ურთიერთობამდე და შეგიყვანთ კიდევაც ამ ურთიერთობაში. მოკლედ ეს არის სულ ის თქვაც მე სურდა დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, ხო? აიმე, ეხლა ცოტა უნდა გაგიცინოთ. მოქმედებებზე არ მისაუბრია. პრინციპში მოქმედებებზეც ვისაუბრე, ხო? ანუ თემატობრივად ისინი შევედი ახლა გაშლაში. რომ ფიქრი გავხსენი, გზნობა გავხსენი, არა, ყველაფერი განვიხილე ხალხი და უბრალოდ მე განვითარებაც მივაყოლე. მე მგონი არა ვარ კარგად. არა უშავს, თავარია რომ მოგაწვინეთ ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, მგონი რომ ძალიან კარგად ავხსენი ყველაფერი, მგონი რომ ნაცვლად შენსაკ ყველაფერი და სიტუაციაცაა და ასე ვთქვათ, ყველა ფარული თუ დამალული ფაქტორი ავხსენით, მაგრამ აქ მე მგონი ფარული და დამალული არაფერი არ იყო გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებისთვის თქვენ დღესდღეობით იმდენად მნიშვნელოვანი ქალი ხართ და თქვენ გარეშე ყოფნა უნდა და თქვენს გარდა არავინ არ უნდა და იზიდავთ ამ პიროვნებას, არა ვიცი სასწავლებლად, მე კიდევ მთვარის ფაზებსაც რომ დავაკვირდებით, მისთვის ძალიან მძიმე ფაზებია. აი როგორც ახლა თაპლიუს ამას რეტროგრადული პერიოდია, რომელიც 13 მარტამდე გასტანს და აბა გამძლეობას ვუსურვებ ამ პიროვნებას, ცოტა ნაკლები რომ დალიოს, კაი ბიჭი იქნება. დაგემშვიდობებით ჩამოძვირფასება და კარგება. სულაც თქვენს მოსულდა თქვენთან მიმართებაში, თქვენთვის ამ პიროვნებაზე, რას გრძნობს, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს. ხო, უბრალოდ რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში. აბა, დაგემშვიდობებით. კარგად იყავით. მე დაგიბრუნდებით თქვენ. მე თქვენ დაგიბრუნდებით. ნახვამდის.